წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამო შვიდობის ხუთშაბათია შევიკრიბეთ სტუდიაში. რადიო ჩინეთის პირდაპირ ეთერში FM 105.9 და კიდევ ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ. გადაცემა სახელწოდებით ოდაბადეშ კინოხონი. ჩვენი ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ვებზე რადიო ჩინეთის წერტილში, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე. ჩაწერთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. უნიკალური ეს გადაცემა იმით რომ არის ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და უძღვებით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. ჩვენ სტუდიაში ვართ და როგორც ყოველთვის სულ მოუთმელად ველოდებით ყველა გადაცემის დაწყებას და სხვათა შორის ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ დღესაც. ასე არ არის ბატონ ლაშა? უნჯუაჭკირობუაში უჭოზოჯენ თოსურ ბატონ სოფიო. მოგესალმებით ცირფასო რადიო ათინათის მსმენელებო, ჩვენო ტრადიციულად ერთგულო მსმენელებო. მოკლედ ჩვენ თქვენთანა ვართ და მოკლედ გობზანა ქალბატონმა სოფიო საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი და სამწუხაროდ ცოტა ეს მივიწყებ თემა და საზოგადოებაში ამაზე ნაკლებად არის ინფორმაცია და ასწორედ ამიტომაც გავამახვილეთ ყურადღება რომ გვესაუბრა დღევანდელ ჩვენს თემაზე და რა თემაც იქნება თავად ქალბატონის სოფიო ბრძანებს. და სხვათა შორის ღიმილი დამთამაშებს სახეზე იმდენად საინტერესო გადაცემაა დღეს როგორც ყოველთვის, მაგრამ დღევანდელი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბატონმა ლაშამ გადაწყვიტა რომ ჩართოს რიტუალები. აუცილებლად. ასე რომ თუ რაღაცები გაინტერესებთ, აქ ჩვენ სხვა რაღაცებით შეგვიძლია ბიზნესის წამოვიწყოთ ეს ხოლმე. მოკლედ ჩვენ სერიულად და ქრონოლოგიურად მივყევით, როგორც გვჩვევია ხოლმე ამ გადაცემაში, თუ რაიმე ისეთი გამონაკლისი არ არის და თქვენ მიერ შემოთავაზებული თემა არ არის, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ თუ თქვენ თემას გვთავაზობთ, ესე იგი ძალიან გაინტერესებთ და სწრაფად გჭირდებათ ინფორმაცია. ამიტომ გადაუხვევთ ხოლმე, მაგრამ ძალიან საინტერესოა ცხადია ყველა გადაცემა. ჩვენ ვისაუბრეთ საცხოვრისებზე სამეგრელოში. ორი გადაცემა უკვე გქონდა, ესენი ფაცხა და ჯარგვალი და ეხა ბოყვის უდეზე გვექნება საუბარი, ეგრეთ წოდებული პიტაფიცარი და ამასთან დაკავშირებით არის უამრავი რიტუალი. ბატონ ლაშამ სხვათა შორის აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შევამოკლე, იმიტომ რომ მოსაბეზრებელი არ იყოს მსმენელისთვის, ერთი გადაცემაც შეიძლება ჩაითვალოს და გაკეთდეს ზოგადად ამ რიტუალებზე, მაგრამ იმდენად საინტერესოა, აი არ ვიცი, თავად მოვუსმინეთ და ჩვენი უკვე გადაწყვეტეთ, რა ვიცი, ამ რიტუალებს შემოგვერთდებით თუ არა. ჩქი ამარვორეთ, ბატონ ლაშა, დიო, მარგალურო მუჭო წესრენთეშ ჩქი წეს. თუ ამ კვიდრიდან გინდა ჩამეწეს, მარგალურო თუ ქორთული. ხო ბატონ. შკა დაჭხირ დორზამილი. შკა დაჭხირ დორზამილი, შკა ყებურიშ დაჭხირს და თენა ჩქინო ფუჩური ჯეშოდო ირიათო თენა ჩქინ მატებაფაი ხვალე ვარდუნ თენა თუ საკრალიური აკანი და ჩქინ ჯეშებშო და ათეშე ხოლე ქოპტკუან ქოპტკუა აუცილებელი მუჭო მოკონანთეშ მედიხუნეთ და ვეკიხუნეთ თურმე ყებუშა ეგ მუჭესო გოყონე კუჩ მუჭო დოდვიკო კეკა პარჭონა და მუდა ეშვარ მისმდან ეგ ჩაშასიტი ბუანა ეშვარ ვარ ეშვართ ეში ოსტრო დამირეს მუში ზოხოუდეს მუნეფიში დაზოჯინალი აკანი კომოკათას მუნეფიში თინა ხოიო ხანიშ მიხე მუდა თუ მეჯინათ ინა ვარეშ მუდა უნჩაშის თეკ არცაშუმოს მუდათ გშაკერზაფი არდგიც გდაზოჯინუანდეს სიტობას და ვეშილებე დეკ თიშ არდგილის მიდაღალა და თი ტაბაკის ხოიო თის მუშ გშაკერზაფი არდგილოღო თეშ ოსტრო დამირეს მუნეფიში აკანი ფუღუდეს თესოდა დეკ მუნეფიში მუდა სორთუდეს დეკ შენდეს მდგარანებს ოდო თაშ ხოჯგირასე ვარეთ ეცესეფარა ბრელი შკირერი ხორო ქუდოსკი და ჩურ ხოლე და მუთუნფერ ვადასკდეს სკინე მუშენდა თენა იფ არცაშორდი ფრე თია უჩკდე ჩკინცმა თიაშკი შაკერზა კეთილი ხარ ბატონო ესე იგი როგორ არ შეგიძლიათ რომ რაღაცა ის აი იუმორშიც კიცილობ და არავინ არ დაგაჩეთ დაგიფასდებათ ეს გეხარით კეთილი ხუმრობა და თემა ძალიან სერიოზული და კარგი და მნიშვნელოვანია ჯერ მეგრულად შემდეგ ქართულად გისმენთ ბატონო კარგი თქვენის ნებართვით მე შევდგები მოკლედ მარგალურო ქოპტკუადიო ჩკინ რადიო მარჩკილებ ჯამღარ ჩკენი ჩიებაშ თემარე ბოყვიშუდე წოხლეიან ჩკენ რადიო გინო ჩამას ქიფჩით კოლხურ არქიტექტურა სხვადასხვა მოდელებში ნამუთრე ფაცხა და ჯარგვალი ქოფშინეთი ევოლუციურ ტენდენციებ ხოლო ნამუქოთ მარგალი კათაშ ხურანუა სირჩკინ დუდი ამდღანერ ჩკინ ჩიებაშ თემარე მულარინალ უდე არტ ტიპი ნამუსუ ჯოხო ბოყვიშ უდე და მაჟანერო პიტაფიცარი ბოყვიშ უდე თენარე ჯარგვალი შუკულიან ფორმა სოდეთ რგვალ მორეფიშ მანგიერო გიშათოლით ფიცარებს ირნუანა კიდალეფიშ იოგაფალო ბოყვიშ უდეშ ფიცარებს ათაშ ახაზირენდეს თოლირ ჯას ოტახლეთ ხოლოს ქალაჭკირანდეს უკულ სიგინძაშა არგუნით გონსკირინდეს
თაკ უროდობს საცხოლო გიმირნუანდეს და ათაშ ფიცარს გაათანდეს ჩვეშო უმოს კუნტა ფიცარებს გიშაუნდეს თიშნერ კუნტა მიშა ფიცარი სიგინძადო სიგანე არტნერიოფე ოთხონე ჩიშე მეტრადო ეჩიშა უკულ ათე პიტა ფიცარებს ბოყვებს ინახუნუანდეს უდეს მუზმა ბოყ უღუდუნ თიზმა უმოს ხსო ღირუდუ და სამიაროდ ხოლო მეტ პატი გეცუდ ბოყვიშ უდეს შეიოგაფალო უმოსო ჭყონიშდო ჭუბურიშ ჯამასალა გიმირნუაფუთ ჯას კეტეტიკ ვაგდუდო ხოთ კონთიშენ აუცლებერო გობშა თუთაშ ბორჯის კვათუნდეს თენა უმოსო გერგობა თუთას კვათუნდეს თეს ბოყვიშ უდე პიტა ფიცარი თენარდ საფანიო ოდელა უდე სოდეთ მაეჩაუკუნიშკა ბორჯიშა ირნუანდეს მილარნალო უკულ მისიას დითირანსდო საბზადო გინირთუ ხვადუნა ართი შირიდო სუმთოლი შოსინთე ვაუდუნ ფერდო დიხაშ ტაბაკერ ჩელიან ეგაფილ უდეები ბოყვიშ უდეშ ოჯინჯალეს ქუაში ორთუდეს როხუებს კინახუნუანდეს დო ამბალ ქუალეფიშკას მორჩილ ქუალებს ხოლო ქუკათუანდეს ორთვალ უმოსო ჟირფერდამდ დო ჯაშ ლარტყებ ყამბარითდ გინორთვი ხვადნა ოთხფერდამი ორთვალებ ხოლო ბოყვიშ უდეშ ფართი ქოფთქუათა სოდგანენ 4 კვადრატმეტრშა ქიმიშ ჟირფერდამ ორთვალიშ ბორჯის უდე წოხლენდო უკახლენ ცენტრალური ბოყვი შხვა ბოყვებში უმოს მაღალ გიშეშდო ათეშნერ უდეებს სუალამ უდეს არფია უდეს უცახუდეს ბოყვიშ უდეს კიდალებშა დო უნაფილაბდეს ცალ თოლით გთიჯნიედუნ ფერ ხვილებ დო ჭიჭე ზომა შოსინთე ხოლო საფანიო ოდელა უდე თინ კუნთხურდო დო გალე აწოდგმილი აფუთ ფიცარირ ჩელ აბარწა ნამუსუდ 4 სკვამი ათაბიჯალ ციკი ძეკვი ათურთ მიშაჭკირილი გიშათოლირ ბირკულ მანგარ სისკვამეს იგრძენდო თა გინზას ჯაშ გიოხვენჩ მიკოჭკადუთ აბარწაშე მინმალ კარი თხვადუ დიხაშ რჩელ უღუნფერ მილარნალ თოლს ნამუსუდ სოხანეს უძახუდეს დო თაკ ცენტრალური აკანო დორზამი ლაფუდე შკაშ დაჭხիր ბოყვიშ უდე უმოსო ართოლდ მარა ხვადუნა ხოლო ჟირდო სუმთოლი შეგაფილ თენა ბოყვიშ უდე შხუროთ უმოსო ლაზებ გილეშეს ყალე საქორთუოს ვარონ კავკასიას ლაზებ დო რაჭველებ ჩკინელებდეს მუჭოთ ჯგირ ჯაშ ხურეფინ თეშ თენეფიშ ხურანუა თიშენ ხოლორდო ჯგირი არტგილობრივ ტრადიციებს იგურუანდეს დო თეთ ეიოგანდეს უდეებს ეთნოგრაფიული მოჩამეებით იძირე მუჭოთ ჯვეშო კოჩის ოსურს თიშ გეშამეჩანდეს მუზმა ბოყვი უღუდუნ ფერ უდე გეოდგუდუნ ბოყვიშ უდე ცენტრალურ აკანს ირორზუდ შკაშ დაჭხირი ყებური სოდეთ გეძუდ კაბეთ ქუადო სუმ კუჩხიშ გიოხვენჩ კოჭებიშ გიოდგუმალო თაკ ხასლას ალოდგინდეს კუნტა ბორკამ ტაბაკის ათა ხოლო ოსურ ადამიანებს დო კომოკათა ზოხო უდეს დარინალ აკანებ ნერჩკინელი კვარჩხანშე კომოკათაშ ორინელირდუ მარსგვანში ოსურ ადამიანებიშ ტაბაკი კომოკათაშ ორინელურე გედგუდ სოდეთ თინებ ხანიშ მეჯინათ მოკოზოჯუნდეს გეხედეს კველებს ვარდა გიშათოლირ ჯიკიას უღუდეს ფანიაშ მუნჩაშიშ ზოხო გიშაკერზაფილ დახუნალ ნამუც ხვაში უმოს კაბედუდო მეც სიმაღალა უღუდ ფანიაშ უნჩაშ თაკ ხვალეს სუმარს დახუნუანთ მუჭო თაშინ სამარგალოს ათეშ კაშ დაჭხირი საკრალურორდო მერჩკინელი თაკ დაჭხირ უშკირატურდ დორზამილ ოკო ვაშკირტუ კოვარა ობენებელო გინირთუდ შკაშ ყებურს სკონდათ მერჩკინანდეს დო თეშ გეშა თხილე რიტუალებ ხოლო უღუდეს ბრელ მუდგარენ ვაშინერ დაჭხირი სპეციალურო შკირატუა წყარიშ გებუნა გინარღვაფალ ნოსკლედეფიშ დაჭხირს მithorღვაფადო თაშ ვეშილებეთ ათეშ კაშ დაჭხირი წოხლე გორაფა ვარდა მუდგეინ გლახაჩიება სამარგალოს ათეშ კაშ დაჭხირს ხოლო იფუჩუანდეს ათეშნერ წეს ხოლო უღუდეს ყებურიშ დაჭხირი დაკვაჭხირს თუთაშ ხასდო ახაწანას მითიც ვემეჩანდეს ფანიასია ფენდა მეუდინუნია შკა დაჭხირი ჟი მუკაბუნუანდეს ლანჭას შკაშ ყებურს დო ლანჭას კაბეთ ჩამლობა უღუდ დიარაშ ბურჯის ხოლო მოჭყუ თაკ მუნოუნდესն სუმშა მუკე გამკიუნანდეს დო ათაკ ლანჭას გო ქიმეკიდუგა ხე თეთ ახალ მოუნაფილ მოჭყუდ ფანიაშ მაკათურო გინირთუდ მარგალეფ ფირქენდეს ნამუდა ღურელეფი შურ ხოლო ყებურსშა მიშეს დო თევრიშე თხილანდეს ფანიას ათაშ ნამუდა ბოყვიშ უდეს დო თიშ ყებურს სარიტუალო ფუნქციებ ხოლო უღუდ სამარგალოშო ფუტების ეთნოგრაფიული ნას ასე შუროთ ვარდა ექიაკობ ხვადუნა პიტაფიცარდო ბოყვიშ უდე ასე ათეთ ეტაპის უმოსო სოთინქორე დოსკლადირ ბოყვიშ უდე და თეს ოჩხოვლეთ ვარდა მოხვარე ეგაფილო ირნუანა მუზმათ გაცქვერნაფალ ვარდასუნ ფაცხადო ჯარგვალ ირკოჩის ქუჩქუდა პიტაფიცარდო ბოყვიშ უდე ვაგმირნუაბ ჩქენ კათაჩიებასდო თეშე ინფორმაცია ხოლო ვაუღუნა მურე თენეფინ ათეშენ ქვეცადი თეამბე თქვანდა ქმიბრიტკო ძალიან საინტერესო და როგორი ის არის აი ხო ხედავთ ამდენი რაღაცა თქვით ეხლა და თი გორაფას უშეგუამახვილი ხო ვიშლებეთ გურქუმგალი ოჯახისი გურაფშა გალე გაგმიშტო გულ გამნიში ხო თაში ინა ვარ დაჭხერწმა თიშტერ მუდაუღდეს მოქციება მუთუმფერო მაგათ უბადო მუთუ მაგათ კი
თიგიასის მარუდეს გლახასის მარდათის დაჩხერცე ჩიებდეს და წყარმალ წყარცხოლია ჩიებდეს მარა ოთი დაჩხერც მუთუნდაკოვა უწუესკო ანუ კოჩიკ მუთუნდაკოღუთი აგრესიანთინა აკო გაეშხვადო კომუდოკო თეკ დაჩხერცხოლი ვეშილება თიშმადი და შანულობა ღუტე დაჩხერცენა და სოვრე შემოურს მოურსედი ჯვეშში პერიოდში მუჟამი დაჩხერ გორჩკენ და კოჩიშ რინას და თეკ მდგანენ გიშაკერზაფი მუდაკდეკინა არდი ნაკვარჩქეს ხო მარა თუთაშხადა ახალწანას ვარ მითი გამორთაშკიმ და თუთაშხადა ახალწანა ფანიას ფენდამეუდინო ანუ ათეს ვეშილებდა თე ჟირდღას მარა ხვადროს ხო თუთაშხას მუთუნ ფერეგო მეჭკო და დაჩხირზამო ჯახის დაჩხირინდინა მთელ მარაში ვარ ვაშკირტ კოკო ვაშკირტ კორა ობენებელო გინირთუდ ენა თეკ რიტუალი ღუდეს დაჩხერ დოიშკირდა და ენა მანგარგლა ხარდო და ხოლე ვართენა ჯგირ ფანიაშო ენა მდგარენთ გლახაშანულობა უღუთ მუთუნ ფერეგო ვაშკირტ თენა ოსურათამინებს უღდეს ათეშ ფუნქცია ქალო კერა არ გამიციო თენა ჩინანდეს ჩუმშამო დაჩხერ დოიშკირტო და გათა მუშ უჩა ითხელად ხო ენას ქიანაშ მოდა ამთაცანებიში ისტორია და ტრადიცია უღთეს ძალიან საინტერესოა შემოურსთენა კი შეიძლება ხამ ყოველფერს იუმორშიც ვამბობთ მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი რაღაცნაირად მე ვფიქრობ რომ მიხარია ეს გადაცემა რომ არსებობს იმიტომ რომ აი ნაცლად ჩანს და ძალიან მარტივიანით გადმოსცემს ბატონი ლაშა ჩვენს ეთნოგრაფიას ისტორიას წარსულს და რაღაცეთ ფაქტურად მოგზაურობთ ხოლმე რა თქმა უნდა ჯიმ წარსულში მოგზაურობ ხო მე მიხარია ხუჩაბათი იმიტომ რომ აი ეს დაღლილი ეს აქაური ამბები და ეს მთელი რუტინა ყოველ ხუჩაბათ საღამოობით კაი ადგილას მივდივარ ხა კი გვიწევს მძიმე თემებზეც საუბარი მაგრამ ესეც საჭიროა და აუცილებლად მძიმე თემების გარეშე არის ჩვენი ისტორია არის არის არაფერი არ ყოფილა კი ბატონო კი ბატონო მაშინ უნდა იყოს რა ვიცი აი მოჩვენებითი ეს ყველაფერი და მარტო იმისთვის განწყობისთვის ეგ არის მუსიკა ბატონო ჩემო და რომელიც გნებავ ჩერჩეთ მოусმინეთ და ეგ ჩვენი ისტორია და უნდა ვიცოდეთ ესეც ჩვენი მეგრული ვერსია შეჯდობ შკურდით მაგრამ დოხუნა კიდე გურეთ ყებურს მოჭაკაი ყავდა ხოდათ ანც მარჩქენა ბატონო კი ბატონო თუთაშხას ვართ ნაკვარჩხარს გიწოიღანთ და არა ხაწანას შროვა მურთქან და ეკბაგილი ახანინა და კუჩხმიღუნა კუნგა ხომან ჯვეში დახალწა ეხა ქართული ვერსია კი ბატონო თქვენი შნებართით მოკლედ ქართულად მოგახსენებთ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ბოყიშუდე მოკლედ წინა რადიო გადაცემაში ვისაუბრეთ კოლხური არქიტექტურის ისეთ ნიმუშებზე როგორიც არის ფაცხა და ჯარგვალი ხაზი გაუსვით იმ ევოლუციურ ტენდენციებს რაც დამკვიდრდა მეგრულ ხალხურ ხუროთმოძღვრებაში დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა შეადგენს საცხოვრებელი ნაგებობების შემდეგი სახის ხვაობა ბოყიშუდე რომელსაც მეორენაირად პიტაფიცარი ეწოდება ბოყიშუდე პიტაფიცარის სახლისთვის ფიცრებს შემდეგნაირად ამზადებდნენ ესე იგი განსხვავებულად ჯარგვალისგან თუ ჯარგვალის დროს გამოიყენებოდა მრგვალი ხეები ამ შემთხვევაში გვხდებოდა ფიცრების გამოთვლა და ეს ასე ხდებოდა ფიცრებს შემდეგნაირად ამზადებდნენ გათლილ მორს სატეხით ახლო ჩაჭრიდნენ მერე სიგზეზე დაარტყამდნენ სულს თან უროს და სოსას გამოიშველებდნენ და ასე მორისგან საფიცრე ნაჭრებს მოაგდებდნენ ძველად მოკლე ფიცრები იცოდნენ სიგზით ფიცარი ერთი არშინი და უფრო ნაკლებიც იქნებოდა ხშირად სიგრძე და სიგანე ერთი ქონდა 80 სანტიმეტრიდან მეტრი 20-მდე მერე ამ ფიცრებს ბოყვებში სვამდნენ სახლს რამდენადაც მეტი ბოყვი ექნებოდა იმდენად მეტი სახელი ქონდა და მეტად ძვირად ფასობდა ბოყვის უდეს ასაშენებლად ძირითადად მუხის ან წაბლის ხის მასალას იყენებდნენ თუმცა გამოიყენებოდა სხვა სამექნე მასალებიც ნიგოზი სხვათა შორის და აი ძალიან ძვირად ღირებული იყო სამასალე ხე ჭია რომ არ გაშენოდა აუცილებლად სავსე მთვარისას უნდა მოეჭრათ ბოყვის უდე პიტაფიცარი ეს იყო საჯალაბო სახლი რომელშიც ბევრგან მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე ცხოვრობდნენ შემდგომშიც კარ-მიდამოს შემადგენელი ნაწილი იყო ოღონდ უკვე მისია შეიცვალა და სამზადად სახლად გამოიყენებოდა ანუ სამზარეულოდ გადაიქცა ეს იყო ერთოთახიანი ერთსივრციანი საცხოვრებელი ძირითადად უფანჯო თიხატკეპნილი იატაკი თუმცა ხდება ოროთახიანი და სამოთახიანიც სახლის საძირკველი ტრადიციულად ქვისა იყო გადახურვა უპირატესად ორქანობიანია ხის ნიმნივებზე და გადახურულია ყავრით მის ფართობი საშუალოდ 80 კვადრატულ მეტრამდე მერყეობდა საჯალაბო სახლი გეგმაში სწორკუთხაა და საფასადო მხარეს აქვს შეფესრული იატაკიანი 4 სვეტიანი აივანი ჭვირული მოაჯირი სილამაზეს მატებს და მას პერიმეტრზე ხის კამი გასდევს აივნის თავს ხვენს ფასადი გახსნილი აქვს და იგი საბრძლად გამოიყენებოდა აივნიდან შემავალი კარით ხვდებით მიწური იატაკიან ოთახში რომელსაც სოხანი ეწოდებოდა და რომლის ცენტრში განთავსებული იყო კერა და შუა ცეცხლი ორქანობიანი სახურავის შემთხვევაში ჯარგვალი წინა და უკანა ცენტრალური ბოყვი არფა სხვებზე მაღალი გამოდის და ასეთი სახლები არფიანი აფრიანი სახლის სახელწოდებითაცაა ცნობილი პიტაფიცრულ სახლს სვეტებზე დაყრდნობილი ღია აივანი უკეთდებოდა როგორც აღნიშნეთ კედლებში ცალი თვალით გასახედი ხვრელი და მცირე ზომის სასინათლო ღიობიც კეთდებოდა პიტაფიცარი ჩვეულებრივ ერთგანყოფილებიანი იყო და ორგანყოფილებიანიც იგებოდა და იშვიათად როგორც აღნიშნეთ სამგანყოფილებიანიც ხდება საჯალაბო სახლის აგებას ლაზოსტატებს მიაწერენ საქართველოში და მთლიან კავკასიაში ხის სახლების აშენებისა და მათზე ჩუქურთმების
ტელესკოპების გამოყენების დიდი ოსტატები იყვნენ ლაზეთიდან და რაჭიდან გამოსული ხელოსნები, რომლებიც ითვალისწინებდნენ იმ კუთხის ტრადიციებსა, სადაც აშენებდნენ სახლებს და იმ დიდ ტრადიციებსაც იყენებდნენ, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ კაცს საცოლეს იმის მიხედვით აძლევდნენ, რამდენ ბოყვიანი სახლი ედგა. ბოყვის უდე სახლის ცენტრალურ ნაწილს კერას წარმოადგენს. სახლის შუაგულში გამართული იყო შუაცეცხლი კერა, რომელთანაც იდო დიდი ქვა და სამფეხა სკამი ჭრაქისთვის. კერის თავზე ეკიდა ნაჭა, რომელსაც ქვაბი ეკიდა. იქვე იდგა დაბალი მაგიდა. სახლში მკაცრად იყო გამიჯნული მამაკაცებისა და ქალების სამყოფელი. შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მამაკაცებს ეკუთვნოდა, ხოლო მარჯვენა ქალებს. ტაბაგი იდგმებოდა მამაკაცების მხარეს, რომელსაც ისინი ასაკის მიხედვით შემოუსდებოდნენ. ისდნენ ხის დაბალ კუნძებზე ან ჯორკოებზე. არსებობდა საუფროსო სკამიც. ზოგჯერ ამ სკამს ოჯახის უფროსი სტუმარს უთმობდა ხოლმე. კერას საკრალულ ადგილად მიიჩნეოდა. კერის ცეცხლით ჩაუქრობლად ენთო. კერას წმინდა ადგილად მიიჩნეოდა მისი შეურაცხყოფა, ანუ ცეცხლის მიზანმიმართულად ჩაქრობა, წყლის მისხმა, ნაგვის ჩაყრა, დანაშაული იყო და ტრადიციული სამართლითაც იგანიჟებოდა. კერის ახლოს იგზალებოდა ბილსიტყვაობა. სამგლოში კერის ცეცხლსაც კი იფიცებდნენ. ასეთი წესი ჰქონდა. კერის ცეცხლს ორშაბათობით და ახალ წელიწადს არ გასცემდნენ. ოჯახის ბარაქა გაყვებაო. კერასა და მის თავზე ჩამოკიდებულ დაჭას დიდი ადგილი ეჭირა საქორწინო რიტუალში. ოჯახში პირველად შემოყვანილ პატარძას სამჯერ შემოატარებდნენ კერას, მას ხელი უნდა შეევლოს საკედლისთვის და ამით უკვე ოჯახის წევრი გახდებოდა. ასევე მიიჩნეოდა, რომ გარდაცვლილ წინაპართა სულები კერასთან იყრიდნენ თავს. კერაზევე მზადდებოდა საკვებიც, ძირითადად იკვებებოდნენ ფეტვით და ხომით. სამეგრელო სოფლების ეთნოგრაფიულ ყოფაში საცხოვრებლად გამოყენებული სულ რამდენიმე პიტაფიც არის იგივე ბოყვის უდე ფიქსირდება. ამ ეტაპზე შედარებით ხშირია ამ ტიპის ნაგებობების საზროხეთ ან სხვა დამხმარე ნაგებობად გამოყენების შემთხვევები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაცხა და ჯარგვალი თუ ყველა მიცის, პიტაფიცარი ბოყვის უდე უკვე თითქმის არ გამოიყენება ადგილობრივთა მეტყველებაში და საზოგადოებაში მასზე ინფორმაცია ძალიან მწირია. ამიტომ შევეცადეთ დღეს თქვენთვის გაგვესწროს არქიტექტურული ნიმუში და მასთან დაკავშირებული რიტუალები. მოკლედ, ასეთი ამბებია. გადასარევი ცეცხლი დავანთეთ, სახლი აშენებულია. ბოყვის უდე. ბოყვის უდე, ყველამ ჩვენი ადგილი ვიცით. კი ბატონო, ვიცით. პატარცალი პატარცალი შემოვიყვანეთ, გავაწევრიანეთ. გავაწევრიანეთ. შკერით გონწერილი ნაშა ხესკი მეთხოვა ვარეთენა სწორ, მაგრამ რადგან შვანერები შლებედუნ წესწესრე. ხო, თინირ მუშენ და თით უკვე თი მუდათხოლი უღუთის მუშანულობა. კი მეკირუნ ხეს დიწეკუოდ, მაგრამ უკვე თი მუშ ფანიას უკვე. მუის გაგზელება. თეშ გაგზელება რე ოდაუდე. მუსხიო ხორ გიმითირუ მარგარი. ხო, ოდაუდე უკვე ენა ყალა სხვა ფენომენ რე. ამ დღეერ დღაშარე მოჭირნაფილი, მამ ხეთინაც მაგალითო აბაშადო თებრე ბრელე. ობა უდეფი მუნეფიჩი თი. იმ სოფელს ხოლო ჯიხაშკა. ხარხუნტელი თი მუნეფიჩი მუდეფიც და ჩუქურთმებს და მოკლედ ჭკირ მუდარეთენ და არქიტექტურული მოდელი და მოკლედ შეშიათ. ოდასუდეს ყალა შვანერ რიტუალები უყუდ და ყალა შვანერ მოდა უყუდ ფუნქციები და მოკლედ თეშე უმოსო სასუმაროდ გემირდმანდეს ოდას. ოდო თეშე კიფჩიებო ჩი უკვილიანი რადიო გინოჩამას. მოკლედ თეშ მეურთ საქმე ჩქიეთი პანას მუჯოხო აპარტამენტებში ახკიმურთ. თეშ მეურთ. ვა, ოდას გავჩერდა ჩქი ასე ოხორი უდეებში. კო დოხორე ხოლარდუ, ანუ დოხორე სასახლე. ოდო დი დოხორებში ხოლო შეებე კიფჩიათენ. ოდო მარანიშა გინო და თეთ გუათუათი შათე რუბრიკა და კუთის მაჯგერეთ მიყნა თემები. ხო, ახალწანა მოურც კუთეში სხვა თიშტერა შურომით ის ვაუჩქე. მარან მოკონა დამორჩილ. თენა თინა ოშნერამბერეთ ეგ მაღაზა და მუმიჩ. ხო, მაღაზა და თით არ თუნდა შილები. თემატურო გუაკეთათ. გუაკეთათუნ. შემოდგომა. ო, მოთი მოხარე მუდეფე გაფილებთან კალტებში არ თუნდას გაიღე მუდუენ. გაკოკორობენ. ოდო ართო კოპტ გუათან მუშენ და თემ ხორი უღუთ რიტუალები. მაღაზა ხვალე მუდა შოშაყარო ვარ და ლატიდო მუდაში. თეს უღუთ მუშ რიტუალ თეკი ხვამანდეს და. მოკლედ ჩქაზე გავჩენდა და გوارა ირფელი კოპტი და კეთო გადაცემა. ვა, ინტერესი რდუ. თეთუჩიებო. ხო. მოკლედ ესეც საინტერესო გადაცემა გელოდება წინ, მაგრამ თქვენ თუ რაიმე გაინტერესებთ და რაღაც გარკვეული კონკრეტული თემა, როგორც გჩვევიათ ხოლმე, თქვენ იცით და ჩვენ მერგულმა მსმენელმა იცის ეს მათთვის ვინც პირველად გვისმენს, მოგვაწოდეთ მასალა და ჩვენ აქ ავარ და იმ წუთში ჩავენაცვლეთ ბატონაშა მალე მოიძებს კომენტარებს, ანუ YouTube-ზე უფრო მეტად უნდა გადავხედო კომენტარებს, ხომ არ გამომჩა რამე და იმის მიხედვით მომამზადებ. კი ბატონო. კეთილი. ასეთ საინტერესო გადაცემა გქონდა, არანაკლებ საინტერესო გველოდება, როგორც თავად მივხვდით მომავალ ხუთშაბათს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც წვრილი მიუძღვის ამ გადაცემის შექმნაში და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერგულ მსმენელს, რომელმაც მოგცა мотиваცია ამდენი ხანი გაგრძელებული იყო ეს გადაცემა და სულ ვაპირებთ თქვენთან ერთად. თქვენი ვერსიები შემოგთავაზეთ, ჩვენსაც შემოგთავაზებთ და აი ესე გემრიელად აშენდება თუთ სოფელი. ასე არის ბატონაშა. კი ბატონო. თქვენ ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო გადაცემებისთვის. ამ გადაცემას ორნი უძღვებით, ის
პროდიუსერი კოსპლევარი ბატონი ლაშაჯიქია, მე სოფიო ხუციშვილი და ყოველი ხუთშაბათი 18:18-ზე FM-ზე 105.9 ოდაბადეშ კინოხონის დროა მომავალ ხუთშაბათამდე ჯგირო ზოჯუნდათ. ჯგირო ზოჯუნდათ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა მინდა ასევე მეც ვისარგებლო შემთხვევით და მოვახსენო ბატონ სოფიოს, ზოგადად რადიო ათინაც და ბატონ იური ვეკუას ამ შესაძლებლობისთვის და მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ჯგირო ზოჯუნდათ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.